თამარის გარდაცვალებით საქართველოს მზე არ ჩაესვენა. თუმცა საქართველოს მადნაფიცებმა ეს ასე გაიგეს და გამოიღეს კიდეც ხელი, მაგრამ ლაშამ ყველაფერს ამას თავისი ადგილი მოუძებნა და ყველა თავის ადგილზე დააბედა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა მოხდებოდა. მაგრამ რომ ლაშა ძალიან საინტერესოდ მოაზროვნე პიროვნებას ჩანს, ეს ფაქტია. მაგრამ მოხდა კატასტროფა. ლაშა დაიჭრა მონღოლებთან ბრძოლაში, დამჭირლობიდან გარდაიცვალა, შემდეგ გამოვიდა ჯალალედინის ამბავი, მონღოლები და საქართველო მართლაც კატასტროფიულ პირობებში ჩავარდა. და იცით რაღაცნაირად თუ შეიძლება ასე ითქვას, თამარის პიროვნება გადაეფარა ამ დროს. თქვენი ელჩისაგან მივიღეთ თქვენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რომ ჩემი ძმა წასულიყო ქრისტიანების შესაწევნელად. ისიც ამ ზრახვასა და წასვლის მზადებაში იყო, როდესაც ბოროტნი თათარნი შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნებ თქვენ შეიტყეთ. დიდი უბედურება მიაყენეს ჩვენსერსა და დაგვიხოცეს 6000 კაცი. ჩვენ მათ არ ვუფრთხილდებოდით, რადგან ქრისტიანები გვეგონა, მაგრამ როდესაც ვსწანით, რომ კარგი ქრისტიანები არიყვნენ, მაშინ შევკრიბეთ ყოველი ჩვენი ძალა და წინ ავღუდეკით. 25000 კაცი გავუწყვიტეთ. ბევრის დავატყვევეთ და დანარჩენი მათი მხედრობა ჩვენს ქვეყნიდან გავდევნეთ. აი ამის გამო აქ დავრჩით და თქვენი ელჩის ბრძანებისამებრ ვერ წამოვედით. ასე წერდა მეფე რუსუდანი რომის პაპ ონორიო მესამეს 1223 წელს. ყველა მიბმულია საკუთარ ბორბალზე. ეს მონღოლების დევიზია. ქართველები ამას სულ სხვანაირად იტყოდნენ. ყველა მიბმულია საკუთარ მიწაზე. ამ დევიზით ცხოვრობდნენ მონღოლები, მაგრამ როდესაც ჩინგისხაენმა ამ დევიზს კიდევ შესაბამისი მიზანიც მიუმატა, აი მაშინ ისინი დაიძრნენ მსოფლიოს დასაფლავად. მათი მეურნეობის ძირითადი სახე მეჯოგეობა იყო და მათი საკვებიც აი მეჯოგეობის პროდუქტები იყო. ქართველი ჯანმრთელმსახურებელი მე-14 საუკუნის ისტორიკოსი აღნიშნავს, პურისა გემო არა იცოდეს, ხორცითა და პირუტყვისას ზითა ცხონდესო. ხოლო აი ფრანცისკანელი ბერი მე-13 საუკუნეში რომ იმოგზაურა მონღოლეთში, პლანო კარპინი გვიამბობს, რომ ისინი ჭამენ ყველაფერს, რიში დაღიჭვაც შეიძლებაო. მოგვითხრობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი რევას კიკნაძე. შუაზიდან, სამარყანდიდან მონღოლის ჩინგისხანმა გამოგზავნა თავისი ორი საუკეთესო სარდალი ჯებე და სუბუდაი, რომელთაც დაავალა აი მოჰამედ ხორესშაჰის შეფყრობა. სწორედ ეს რაზმები იყვნენ პირველად რომ მოადგენ ამიერკავკასიას და საქართველოსაც. ქართული, სპარსული, არაბული, სომხური წყაროები დგინდება, რომ მონღოლებსა და საქართველოს ლაშქარს შორის სამი შედაგება მომხდარა. სამწუხაროდ სამივე ჩვენთვის მარცხით დამთავრდა. მაგრამ მონღოლებს ამჯერად არ უცდიათ საქართველოში დამკვიდრება, მათ გადაიარეს დარუბანდის გასავალი და ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ. მაგრამ ამავე დროს საქართველოს ახალი არანაკლებ საშიში, თუ უფრო საშიში არა, საფრთხე დაემუქრა. მონღოლების ირანიდან წასვლის შემდეგ აქ დაბრუნდა ხორესშაჰი მოჰამედის ვაჟი და მემკვიდრე ჯალალად-დინი. მან სცადა ძალების გაერთიანება მონღოლების წინააღმდეგ. ქართველებსაც შემოუთვალა რაღაც საკმაოდ თავხედურ წინადადებას იძლეოდა, რაზეც ქართველებმა უარი თქვეს. და ამავე დროს ქართველებმა ირანის, აზერბაიჯანის ათაბეგს, განჯის ათაბეგს რომ უწოდებთ, მიწერეს აწარმოეს მოლაპარაკება ერთობლივი გამოსვლის შესახებ ჯალალედინის წინააღმდეგ. მაგრამ ჯალალედინმა დაასწრო მათ და სანამ ეს გაერთიანებული ლაშქარი შეიკრიბებოდა, 1225 წელს გარნისთან გაუმართა მან ბრძოლა ქართველებს და დაამარცხა ქართველთა ლაშქარი. გარნისის ბრძოლისას ჯალალედინს ხელთ ჩაუვარდა სახელგანთქმული ქართველი მხედართმთავარი შალვა ახალციხელი. ის ძალიან დიდი პატივით მიიღეს, გამოუყვეს მამულები, მაგრამ 1225 წელს, როდესაც ჯალალედინი მოულოდნელად თბილისკენ გამოემართა,
შალვამ საიდუმლო წერილი გამოაგზავნა საქართველოში, რომელშიც ის ჯალალედინის სამხედრო გეგმის შესახებ წერდა. ეს წერილი ჯალალედინს ჩაუვარდა ხელთ. მან შალვა ჯერ აწამა მდინარის პირას, მერე კი სიკვდილით დასაჯა. აი ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილი ამბობს, რომ შალვა ახალციხელმა ტყვეობაში პატივით ყოფნას სამშობლոցის სიკვდილი არჩია. მაგრამ იმავე ფაქტს სრულიად სხვანაირად გვასწვდის ჩვენ სპარსი ისტორიკოსი ჯუვეინი. ეპოქის ყოველგვარი არეულობისა და შფოთის ამტეხნი, ესე იგი ქართველები და კერძოდ შალვა ახალციხელი სულთანს ჯალალედინს მიხვარეს. ისლამის მიღება შესთავაზეს. მან უპასუხა დეჰყანებს, ესე იგი მიწაზე მომუშავეებს, გლეხებს, ასეთ წესი აქვთ, რომ ბოსტანში ავითვალის წინააღმდეგ სახედრის თავს კიდებენ. შალვაც ვირის თავი იქნება ისლამის ბაღის მწვანეშიო. ამ ბიჭებმა იქნება არც იციან, რომ ეს სიმღერა შალვა ახალციხელს ეძღვნება. გარნისის ბრძოლის შემდეგ ჯალალედინი თბილისისკენ დაიძრა და მომდევნო წლის მარტში აიღო კიდეს ქალაქი. მან საშინელი ხოცვა-ჟლეტა გამართა აქ. აი ქართველი ისტორიკოსის ცნობით ზეღამ ვახსენებდი, მან თითქოს ტახტი გაამართინა სიონის ტაძრის გუმბათზე და ზედ გამოიჭიმა. ეკლესიიდან გამოატანა ღვთისმშობლის ხატი, ხიდის თავში დაასვენა და ქრისტიანებს უბრძანა ფეხით ეთელათით. იგი და ვინც უარს იტყოდა და არ დაადგამდა ფეხს, იქვე კლავდნენ და მტკვარში აგდებდნენ. იმავე ისტორიკოსის ცნობით ამ დღეებში თითქოს ამ ხოცვა-ჟლეტის დროს 100,000 კაცი მოუკლავთ თბილისში. დედათა, ბერთა, თიეთას აღრეული. საზარელთა ხმათაგან იზროდა ქალაქი ყოველი. ხედვიდე ზოგი საყვარელთა შვილთა, ზოგნი ძმათა და მამათა, ცოლნი ქმართა, ქმარნი ცოლთა უპატიოთ. კუდარ მდებარეთა. აი სწორედ ამ პერიოდში ქართველ ტყვეთა ფასი ისე დაეცა, რომ თურმე 2-3 დინარად იყიდი ბაზარზე. და ამ დროს ხარის ფასი იყო 1 დინარი. 2 დინარი. რატო?
ესე იგი, მოდიოდა თითქოს იმისთვის, რომ გააერთიანებიან მთელი ამიერკავკასია და ეს ახლო აღმოსავლეთი მონღოლების საწინააღმდეგო საბრძოლო და აი ხედავ მთელი ქრისტიანული, ესე იგი უძლიერეს სახელმწიფო ქრისტიანულ სამყაროში აღმოსავლეთში. აი როგორც აღნიშნავენ ისტორიოგრაფიაში, ძალიან კარგი სარდალი და პირადად გაბედული მეომარი იყო, მაგრამ ძალიან ცუდი პოლიტიკოსი. ვერ შეძლო ძალთა გაერთიანება მონღოლების წინააღმდეგ, იმიტომ იძულებული გახდა, რომ გადახვეწილიყო საერთოდ მცირე აზიაში და იქ ქურთისტანის მთებში სადაც უსახელოდ მოიკლა. ხოჭის მისი აბჯარი გონი ინახება თბილისის ისტორიის მუზეუმში. ასე რქვია ერთ-ერთ აბჯარს და რამდენად მართალია ვერ მოგახსენებ. მაბადეთ ახლა მე თქვენ გაგაწყვეტინეთ ყველაფერი, მაგრამ ისევ დავუბრუნდეთ ჩვენ. აი ესე იგი რა პირობები შეიქმნა მონღოლების შემოსვლის წინ საქართველოში და ამიერკავკასიაში. აი ამ ჯალალედინის მაღვირახსნელმა თარიღმა საკმაოდ დაასუსტა საქართველოს იმ დიდი ბრძოლებისათვის, რომელიც მას თურმე მოელოდა. 1230 წელს მონღოლების ახალი რაზმები კვლავ გამოჩნდნენ ირანში, მათ უკვე დავალებული ჰქონდათ ამ ქვეყნის დაპყრობა და მცირე ხანში საქართველოსაც მოადგნენ. ქართველმა ვაზირებმა, სახელმწიფო მოღვაწეებმა სამწუხაროდ ყველამ საკუთარი სამფლობელოს და საკუთარი თავის გადარჩენა ამჯობინა შეიკეტნენ თავიანთ ციხეებში და მერე ნელ-ნელა თითო-თითოდ ავაგ ათაბაგის დაწყებული იყო ეს საქმე, თითო-თითოდ დანებდნენ და შეუტანხმდნენ მონღოლებს. რუსუდან დედოფალი ჯერ დასავლეთ საქართველოში გადავიდა ვაჟთან ერთად. მან სცადა სხვათა შორის რომის პაპისაგან მიიღო დახმარება, წერილით მიმართა მას, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ ისიც იძულებული გახდა სხვა გზა აღარ იყო უკვე მონღოლებს მოლაპარაკებოდა და ამავე დროს ხარკი იკისრა მონღოლების სასარგებლოდ. რამდენი დრო დაჭირდა ამას აი საინტერესო მთელ ამ საქართველოს დამორჩილების ანუ დაახლოებით 5 წელიწადში ხდება, მაგრამ თითქმის უბრძოლველად. ესე იგი საქართველოს რომლის წინაშე თითქოს ყველა პერსპექტივა იყო გაშლილი, ძლიერი, სხვა ესე განვითარების ასე ვთქვათ, ძალიან მოწინავე გზაზე გასვლისა. ეხლა ჩაიგზა ჩაიგედა და საქართველოს შეიძლება იყოს ველური და პრობლემის უხეცქვის აღმოჩნდა. ფაქტია, რომ რუსუდანის პიროვნული თვისებები ალბათ არ ჰქონდა ისეთი, როგორიც თამარს ჰქონდა, თავისი ნიჭიერება თუ გონიერება თუ სხვა, მაგრამ მეორე მხარეს უნდა გავითვალისწინოთ, თამარი იზრდებოდა სამეფოდ და სათანადო განათლებასა და წრთნას იღებდა ამისთვის. რუსუდანის სამეფოდ არ იზრდებოდა, სამეფოდ ლაშა იზრდებოდა და ეს როგორც ჩანს, არც თუ ისე ბუნებით ჭკვიანი და დიდი მონაცემების მოულოდნელად აღმოჩნდა ტახტზე. საქართველოს საზღვრებში შემოჭრილი მონღოლები რაიმე ორგანიზებულ წინააღმდეგობას არ შეხვედრიან. მათ გადაწვეს და მიწასთან გაასწორეს განჯა, შემახა, შამქორი, ანი, ყარსი. შემდეგ ადვილად დაეუფლენ დმანის, ლორეს, სამშვილდეს და ბოლოს თბილისს. თბილისის გარნიზონმა მონღოლების მოახლოებისას მხოლოდ ასეთი ბრძანება მიიღო, რომ დაეწვათ ქალაქი. წინააღმდეგობა გაეწია თუ არ გაეწიათ, ესეც კი არ იცოდნენ. მონღოლთა ბატონობის დამყარების შედეგად საქართველოს დაეკისრა დიდი ხარკის შეტანა მონღოლთა ხაზინაში და აგრეთვე მათ გაუთავებელ ბრძოლებში მონაწილეობა ლაშქრის გაყვანა. დიახ, აი მაგალითად ეს ქართველი ისტორიკოსი მე-14 საუკუნისა მოგვითხრობს, რომ აქეთი სპარსელი ვაჭარი ხოჯა აზიზი დააყენეს გადასახადების ამგრეფად. ისოდენ უწესოებად მიიწიაო, რომ აი
მეფის სამზარეულოსათვის რომ კრავს ან ცხარს იყიდენო, იმასაც კი ბაჟს ახდევინებდა, რომელსაც ტამღათ უწოდესო. ეს ტამღა იყო ვაჭრობაზე დაწესებული გადასახადი და აი მეფის სამზარეულოსთვისაც კი აღარ შეიძლებოდა გადასახადის გარეშე სანოვაგის შეძენა. საინტერესო როგორ შეეგუენ ქართველები? ვერ შეეგუენ სწორედ ეს საქმე. თუმცა ძალიან ხშირი იყო ის ჩვენ ყველა არ ვიცით რა თქმა უნდა, მაგრამ გამოსვლები, აჯანყებები, შეთქმულების დანია მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ ხშირია რა თქმა უნდა. თუმცა იძულებული არიან იმ ლაშქრობებშიც მიიღონ მონაწილეობა და გმირობაც კი გამოიჩნონ, იმიტომ ეს უკვე ქართველის ბუნება იყო, რომ თუ იბრძოდა, იბრძოდა გმირობად. კი, ხანდახან შეიძლება უაზრო გმირობაც კი იყოს ალბათ. ეხლა ერთგან ნათქვამი არის, რომ 2000 ქართველი დაიღუპა იმ დროს დიდ ბრძოლაში, როდესაც 7000 მთელი მონღოლეთის არმიიდან და 2000 ქართველი აქედან. გონი თვითონაც უკვირდათ მონღოლებს, რომ რა შვებიან ესენი. აი ესეთი ისიც კი არის მონღოლებს რომ ქონდათ ის სამხედრო წესი, ხრიკი, რომ გაიქცეოდნენ ჯერ და შემდეგ შემოუტრიალდებოდნენ. ქართველები არც ახდებოდნენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გაქცევა, როგორ გავიქცევით ეს ჩვენ ვარ. ხელს უშლიდნენ ხოლმე იმათ თავისი მანევრის შედარებაში. დედოფალი რომ გადმოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში, მან თავისი მცირეწლოვანი ვაჟი დავითი მეფედ აკურთხებინა, მაგრამ ახალი წესის მიხედვით ის უკვე უნდა დაემტკიცებინათ მონღოლებს. ბატოყაინმა განიხილა მისი საქმე, თვითონ ვერ გადაწყვიტა და იმან გაგზავნა აი ეს მონღოლების დედაქალაქში ყარაყორუმში. რამდენიმე თვე სჭირდებოდა საერთოდ ასეთ გზავრობას. ცოტა ხნის მერე იმავე გზას გავუყენეს დავით ლაშასძე, რომელიც ასევე წამოაყენეს პრეტენდენტად მეფობაზე. დიახ. და ცოტა ხნის შემდეგ 1246 წელს ორივე დაამტკიცა სხვათა შორის მონღოლმა ყაინმა და გამოგზავნა თბილისში და დაახლოებით 48 წლიდან აი მაგას მეფობას ვანგარიშობთ ჩვენ საქართველოში ორი მეფე დაჯდა, დავით ნარინი და დავით ულუ, დავით მე-6 და დავით მე-7. ეს არის დავით ნარინის მონეტა. დავით ნარინი გამოსახულია ცხენზე. ეს პერიოდი იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში ამ დროს მეფობდნენ ორი დავითი, დავით ნარინი და დავით ულუ. და მეფობდნენ, ესე იგი, თავის მეფობის დროს არ გაყვეს ქვეყანა შუაზე, იყო ესეთი პერიოდი და ეს პერიოდი არის ასახული მონეტით, რომელიც მოიჭრა ორივე დავითის სახელით და ამ მონეტაზე არის გამოსახული ორი დავითი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლექვინაძე. მაგრამ ეს ფაქტიურად მაინც ორ მეფობას ნიშნავდა, ეს მონღოლების პოლიტიკა არა მაინც. კი, იძულებულები იყვნენ, რომ მეფე ორივე ერთად. საფრთხის თავიდან ასაცილებლად მონღოლებმა შირვანში დაახლოებით მდინარე ჩაღანუსუნზე სპეციალური სიმაგრე ააშენეს, რომელსაც სიბას უწოდებდნენ, ეს თხრილი გაითხარა და რაღაც ზღობე გაკეთდა. და აი ამ სიბაზე ქართველთა ლაშქარს ევალებოდა მუდმივად მორიგეობა და დაეცვათ ეს საზღვარი აი ამ ირანის მონღოლთა სახელმწიფოს ჩრდილოეთიდან მათივე თანამედროვეების შემოსევისაგან, რაც ასევე ძალიან მძიმე მოვალეობა იყო ქართველებისთვის. თუ მათ გარდა იმ მძიმე პირობებისა ხშირად ჩნდებოდა ეს რაღაც ავადმყოფობების სახადი და ძალიან ბევრი ქართველი მეომარი შეეწირა ამ საქმეს. მაგრამ აი მარკს აქვს ძალიან საინტერესო ნათქვამი იმის შესახებ, რომ ეს შაგვრა განსაკუთრებით მძიმე იყო, არა მარტო განსაკუთრებით მძიმე იყო, არამედ ის შეურაცხყოფდა ხალხის სულს. ნუ ეს ალბათ თვითიკიდან არის გამომდინარე, რომ აი რას წარმოადგენდა, რა კულტურული მონაპოვრის ხალხი იყო ეს, იცით? საკუთრებით შეურაცხყოფდა სწორედ აი კულტურული ერების სულს. ალბათ. აი კიდევ ერთი ის არის, თუ არ ცდები მე თქვენ გამისურვებთ, თუ მე ვცდები, კარპინის აქვს ასეთი ნათქვამი, რომ მას წერილი მიჰქონდა რომის პაპისთვის ხანისგან ყარაყორუმიდან მიჰქონდა რომის პაპთან. და იმ წერილში ასეთი ფრაზა იყო, პაპს ასე წერდა, რომ ჩვენი ღმერთი გვწამს და მისი დახმარებით დავანგრევთ მთელ ქვეყანას აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ყველა თავის ბორბალზეა მიბმული.
აი კოხტასთავის აჯანყება რომ იყო ცოტნე დადიანთან დაკავშირებული, ეს რითი იყო გამოწვეული? დიახ, ეგ ძირითადად გამოწვეული იყო აი სწორედ ამ გაუთავებელი ლაშქრობებით, რომლებსაც მონღოლები ატარებდნენ იქ. და იმდენად მძიმე იყო ეს, რომ ქვეყანას აღარ შეეძლო ამდენი ლაშქრის გაყვანა იქ და აი სწორედ ქართველი მთავრები შეიკრიბნენ დიახ კოხტასთავზე ჯავახეთში ასმენძის მახლობლად, რომ მოესაუბრათ თუ მოელაპარაკათ აჯანყების შესახებ. შეთქმულთა შორის იყვნენ ეგასლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, შოთა კუბრი, თორღა პანკელი, გამრეკელ თორელი, სარგის თმოგელი და სხვა ქართველი დიდებულები. და ძირითადად როგორც მოგახსენეთ იყო აი ეს სამხედრო ვალდებულება წინააღმდეგ აჯანყების ცდა. ცოტნე დადიანიც სამუდამოდ დარჩა ისტორიაში როგორც აი თავდადების და მეგობრობის ნიმუში. მონღოლები სულ იბრძოდნენ და ქართველებიც იბრძოდნენ მათთან ერთად. აი ძალიან მოკლე ხანში მხოლოდ ძირითადი ბრძოლები რო ჩამოვთვალოთ, ნათელისურად დაიხატება. ბრძოლა ირანში, ბრძოლა ბაღდადის სახალიფოსთან, ბრძოლა ეგვიპტის სულთანებთან სირიისა და პალესტინისთვის, ბრძოლა შუა აზიაში, ბრძოლა ოქროს ურდოსა და ილხანებს შორის, ბრძოლა ინდოეთში. ძალიან მძიმე იყო დამსჯელ ექსპედიციებში მონაწილეობის მიღება, როდესაც ქართველები ქართველებს ხოცავდნენ. და ასევე ძალიან რთული იყო მონღოლების შიდა ომებში მონაწილეობის მიღება, როდესაც ვიღაცის მხარე უნდა დაგეჭირა, ერთ-ერთი მონღოლი გაერთიანების. კერძოდ აი ერთ-ერთი ასეთი ზოლის მსხვერპლი შეიქმნა ქართველი მეფე დემეტრე მეორე. დემეტრე მეორე მოგეხსენება, ერთხელ მოუხდა მონღოლთა ლაშქრობებში მონაწილეობის მიღება. ეს საკმაოდ ისეთი წინააღმდეგობრივი ფიგურა არის, ერთი მხრივ თუ მას საყვედურობდნენ, რომ თითქოს ის რაღაც სარწმუნოებრივ ნორმებს ხოვებდა და თუ რაღაც შინაურ ცხოვრებაში ვერ იყო თავდაჭერილი, მეორე მხრივ მას დააქვს ძალიან პირადი გმირობის მაგალითები გამოჩენილი, ამავე დროს აწარმოებდა შესანიშნავ საქმიანობას ქვეყნის აღორძინებისათვის, მის სახელთან არის დაკავშირებული მეტეხის ტაძრის მშენებლობა. პირად ქველმოქმედებასაც ხშირად იჩენდა, როგორც ქართველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, თუმცა ეს ქვეყანას ვერაფერს უშველდა, რა თქმა უნდა. ხო, ძალიან საინტერესოა მონეტა დემეტრე მეორეში. რითი? ეს მონეტა მოიჭრა ისე დროს, როცა ყველა ქართული მონეტა, გარდა ქართული წარწერებისა, ყველა მონეტას ჰქონდა მონღოლური წარწერებით, არაბული წარწერებით და აი გამონაკლისს წარმოადგენს დემეტრე მეორის მონეტა, რომელზედაც მხოლოდ და მხოლოდ ქართული წარწერებია. ამით თვითონ დემეტრეზეც შეიძლება მის პიროვნებაზე შეიძლება. ხო, თვითპიროვნების ხასიათსაც ატარებს ეს მონეტა, რა თქმა უნდა. და ამავე დროს რაც მთავარია, რითაც შევიდა დემეტრე ისტორიაში, ეს თავდადებული სახელით, ეს ის არის, რომ მან არის სურვა აი ილხანის რისხვას სადღაც ტყეში თუ დასავლეთ საქართველოში დამალოდა, გმირულად წავიდა, ეახლა მას, თუმცა იცოდა, რომ სიკვდილი ალბათ არ ასწდებოდა, თავი გასწირა იმისათვის, რომ საქართველო მისი ქვეყანა არაოხრებულიყო კიდევ ერთხელ. ნამდვილად თავი დასდო და დამსახურებულად იწოდება ის ჩვენ ისტორიაში დემეტრე თავდადებულად. თვითერმაც დააფასა იმ მხრივ, რომ მისი ცხედარი ჩამოიტანეს და სვეტიცხოვლში დამარხეს ყველაზე უფრო წმინდა და თავდადებულ ხალხის გვერდზე. დიდი წველი და დიდი გაჯერებით მაინც ჩამოასვენეს. და საერთოდ მე მგონია ქართველები იშვიათად ტოვებენ სხვის მიწაში თავიანთ გმირებს. შემოსევებისა და მფლობელობის შედეგები დიდად სავალალო იყო საქართველოსათვის. აი რომ ჩამოვთვალოთ, მეურნეობა მოიშალა. ქალაქები და სოფლები დაცარიელდა და გავერანდა. მოსახლეობა ან ბრძოლებში დაიღუპა, ან აიყარა და გაიქცა. ვაჭრობა და აღარ-მიცემობა ჩაკვდა, სახელოსნო წარმოება დაეცა. ეს სიტყვით აი ქვეყანას განვითარების ყოველ ვარგსა დაეხშო და დაქვეითების გზას დაადგა. ქვეყანას ნიკოფსიიდან და რუბანდამდე
და ოფსეთიდან არ ეგაწამდნენ. ის კრიზისი, ანუ დაჩიხულობა, როგორც აკადემიკოსი ბერძენიშვილი ამბობდა, რომელმაც საქართველო მოიცვა მონღოლების ბატონობის ბოლოს, სინამდვილეში უფრო ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ მე-12-მე-13 საუკუნეებში. ქვეყანას უკვე აღარ შეეძლო აი ამ მარბიელი ლაშქრობების გარეშე არსებობა და როგორღაც ის რეპროდუქცია არ ხდებოდა, ის სიმდიდრე შემოდიოდა ქვეყანაში, მაგრამ ეს იყო აი სამხედრო ალაფი და ის საკუთარი წარმოება იმდენს არ იძლეოდა. ქალაქ თბილისის შემოსავალიო, ერთი წლის შემოსავალიო, აი მახარებლების დასაჩუქრებას არ ყოფნიდა. და როგორღაც უნდა იყოს საკუთარი წარმოება. რაღაც უნდა ხდებოდეს, აი თქვა სოფლის მეურნეობაში იქნება თუ ხელოსნობაში, ასე ვაჭრობაშიც, აი ამ გზით უნდა დაგროვილიყო ალბათ ის სიმდიდრე სწორი გზით რომ წასულიყო. და აი რომ ამბობთ რომ სადაც ახალ გზაზე გასვლას რომ ვარაუდობთ, აი მონღოლთა შემოსევები რომ არა იქნებეს მართლაც მომხდარიყო, მაგრამ აი საჭირო იყო სწორედ ამ ეკონომიკის ახლებურად მოწყობა. სოციალურად მართლაც მომზადებული იყო ამისათვის საქართველო, მაგრამ იქნებ მართლაც წავსულიყავით იმ გზით. აი ამათ შეძლეს იმ გზით წასვლა. დასავლეთ ევროპელებმა. მე-14 საუკუნის მეორე ნახევრიდან გიორგი მეხუთის შემდგომში ბრწყინვალედ წოდებული ენერგიული მოღვაწეობის შედეგად მდგომარეობა რამდენადმე იცვლება. გიორგი ძალიან გონიერი, გამგებელი და შორსმჟღეტელი პოლიტიკოსი იყო. მან ამჯობინა რომ მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებინა ილხანებთან და გამოიყენა ეს მდგომარეობა ქვეყნის შინაგანი ვითარების გამოსასწორებლად. მან ჯერ იყო და საქართველო გააერთიანა ისევ ჯერ იმერეთის სამეფო შემოიერთა, ხოლო შემდეგ სამცხე საათაბაგოც და ქვეყნის მთლიანობა აღადგინა. შემდეგ მანვე ერისთავები და მთავრები დაიმორჩილა, ხოლო აი განსაკუთრებით ურჩნი კახეთისა და ჰერეთის ერისთავები ცივზე მიიწვია კახეთში მთაწივზე და მუსრი გაავლო მათ. ესეც ცოტა ისეთი აქცია იყო, რომი მოტყუებით მოხდა ეს. დიახ, მაგრამ უზოლოდ ჩანს გამართლებული იყო, აუცილებელი იყო. გაიხსენეთ, რითი დაიწყო დავითმა შინაურ საქმეთა მოგვარება. მან გააუქმა კლდეკარის საერისთავო. შემდეგ მანვე ძალიან მარჯვეთ ისარგებლა ილხანთა კარზე ამ მყდარი შინაური არეულობით და მთლიანად შეუწყვიტა მათ ხარკის მიცემა და მონღოლთა ლაშქარი განდევნა საქართველოდან. ეს უკვე მონღოლთა ბატონობის გადაშენება იყო საქართველოში. დამოუკიდებელი საქართველო შეიქმნა ის. დიახ. კულტურის თვალსაზრისით გონი ბევრი რამ გააკეთა. კულტურის თვალსაზრისით მაგდროს ბევრი კეთდება. კანონების ციგნი გააკეთა. აი სწორედ ეს ღვთისდაბარის მოსახლეობის ურთიერთობას საწესრიგებდა და ეს მისი ძეგლისდება. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ძეგლია, რომ 3 საუკუნის შემდეგაც კი მეფე ვახტანგ მე-6 თავისი კანონების ციგნის შედგენისას შეისწავლის და იყენებს ამ ნაშრომს. აი ეს კი ვახტანგის ხელით შესრულებული მინაწერებია. ამის შემდეგ გიორგი მეხუთე უკვე აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებასაც შეუდგა. ჯერ იყო და მან აქტიური მონაწილეობა მიიღო აი ტრაპიზონის სამეფოს საქმეებში, ჩაერია ის ტახტისათვის ბრძოლაში და ჯარით დაუჭირა ხარი ერთ-ერთ ტახტის მაძიებელს და დაეხმარა მას ტახტის დაკავებაში. გაიხსენეთ, დაახლოებით 120 წლის წინ თამარი ქმნის ფორმალურად დამოუკიდებელ, სინამდვილეში კი საქართველოზე დამოუკიდებელ ტრაპიზონის სამეფოს და ტახტზე ახავს თავის კარზე აღზრდილი ალექსი კომნენოსი. შემდეგ ნუ განსაკუთრებით საყურადღებოა და საინტერესო მისი ურთიერთობა ეგვიპტის სულთანთან. ის მიწერ-მოწერით ხორციელდებოდა და მან მიაღწია იმას, ისეთი კარგი ურთიერთობა დაამყარა მასთან, რომ ქართველებს დაუბრუნეს ის იქაური ჯვარის მონასტერი, რომელიც მუსლიმანთა სალოცავად იყო გადაქცეული. და მოხდა აგრეთვე თითქმის არნახული შემთხვევა, რომ ქართველებს
აი წმინდა ადგილების მოსალოდნელად წასულ ქართველებს ნება დაერთოთ, რომ იერუსალიმში ჩვეულებრივად ცხენზე ამხედრებულები შესულიყვნენ ქალაქში. დიახ, ქრისტიანებს მანამდე აკრძალული ჰქონდათ ცხენზე ჩვეულებრივად ცდომა, სამ მხარეს ფეხებ გადაკიდებული უნდა ყოფილიყვნენ, ესეთი დამამცირებელი რაღაც რიტუალი იყო შემოღებული მათთვის. აი ყველაფერი ეს მოწმობდა საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟის კვლავ გაზრდას, რაც გიორგი ბრწყინვალის ენერგიულ და გონიერ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. იერუსალიმში 40-მდე ქართული ეკლესია მონასტერი იყო. თითქმის ყველა წმინდა ადგილზე. ბეთლემში, სადაც დაიბადა ქრისტე. მდინარე იორდანზე, სადაც ის მოინათლა. გოლგოთაზე, სადაც ჯვარს აწვეს ქრისტე. ქრისტეს საფლავზე. ყველგან იყო მონასტრები. და მათი კვალი დღესაც ბევრგან შემორჩა. ქართული ხელოვნება ისევ ბრწყინავს. იცოდნენ ქართველებმა, რომ სწორედ ამ დროს ერთი კაცი დაიბადა სამწუხაროდ. თემურლენგი შუა აზიიდან იყო, შუა საშუალო შეძლების ფეოდალის შვილი. ახალგაზრდობაში სხვათა შორის მეკობრეობას მისდევდა. ერთხელ ღამით ცხრის მოპარვისას თეძოში და მუხლში დაჭრეს, დაკოჭლდა და აი ამას გამო ლანგი თემურ კოჭლი ეწოდა. თემურლენგმა რომ ოსმალეთის სულთანი ბაეზეთი დაარტყევა, იმასაც ამბობენ, რომ თითქოს გალიაში ჩასვაო და ისე დაატარებდაო საჩვენებლად. და მეორე დროს ასეთი გადმოცემაც არსებობს, რომ პირველად რომ შეიყვანეს ეს ბაეზეთი თემურთან, სიცილია უწყდა თურმე თემურლენგს. იმა რა თქმა უნდა იწყინა, რა არის სასაცილო ასეთი რამ ყველა შეიძლება დაემართოსო. არა მე იმაზე მეცილებაო, რომ შენ ბრუციანმაო და მე კოჭლმაო, აი რამდენი ქვეყნები დავიყვარეთ. ის ბრუციანი იყო? დიახ, ეს ლელამი იყო. თემურლენგი ნიჭიერი მხედართმთავარი იყო, მაგრამ ძალზე ულმობელი და დაუნდობელი ადამიანი. აი მასაც კი ამბობენ, სოფლიოს ყველა დამპყრობელს შორის ყველაზე უფრო ულმობელი და რაღაცა სისხლის მოყარე თემურლენგი იყო. იგი გაუთავებელ დაპყრობით ომებს აწარმოებდა და ამ ომების მიზანი, ძირითადი მიზანი აი ალაფისა და ნადავლის შოვნა იყო. იგი დაინტერესებული იყო ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადმოსასვლელი გზების ხელში ჩაგდებით. ხშირი ომები ჰქონდა ოქროსულტოს გამგებელ თოხთამიშთან. და ამდენად მისი ინტერესების სფეროში ამიერკავკასიის ქვეყნები და კერძოდ საქართველოც მოექცა. აი ამ რაღაც 17 წლის განმავლობაში 1386-დან 1403 წლამდე 8 გზის დალაშქრა თემურლენგმა საქართველო. და თანაც დალაშქრა რაღაც გაუმართლებელი, სრულიად გაუმართლებელი სისასტიკით. გარდა იმისა, რომ თქვათ, აი წინააღმდეგ მოსახლეობას ხოცავდნენ, ჩეხავდნენ ბაღებსა და ვენახებს, მრავალწლიან კულტურებს, რათა საფუძველი მოესწროთ ამ ქართული კულტურული მეურნეობისათვის. ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, აი წყაროებში არის შემორჩენილი ესეთი ცნობაც, რომ როცა ერთ-ერთი შემოსევის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა გამოქვაბულებში შეიხიზნა, იქაც კი არ მოეშვენ. ჯერ იყო და კალათში ჩასმული მებრძოლები საბელით ჩამოუშვეს, რომ დაეხოცათ შეისრულიყვნენ იქ და როცა ეს საბელები გადაუჭრეს, მერე ქვემოდან ანთებულ ნავთიან ჩხრებს ესწროდნენ ისრებით, რომ გამოეგუდათ და
გამოეწვათ იქა და ზოგ შემთხვევაში საცა გასასვლელი არ იყო მიზანსაც მიაღწიეს. აი ასეთი რაღაც სრულიად გაუმართლებელ სისასტიკეს იჩენდა. ტერიტორიის სრული განთავისუფლების სურვილი და ამავე დროს აი რაღაც ეს პირადი სისასტიკეა თუ რაღაც დაპყრობის მიზანი არ ქონდა. აი ყოველი ამ ლაშქრობის შემდეგ თემურლენგი ამ ნადავლით მიდიოდა ხოლმე და სტოვებდა საქართველოს კავკასიურს. თემურს საერთოდ უნდოდა რომ ჩინგისხანის მემკვიდრეობა აღედგინა და მთელი ეს სახელმწიფოები მის სამფლობელოდ და მის სახელმწიფოში შესულიყო და საქართველოს მათ რიცხვში. კარლო ტავატაძე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. აქ როცა მოვიდა, ძალიან გაიკვირვაო, როცა ნახა რომ აქ ერთი მუჭა ქართველები ქრისტიანულ სარწმუნოებას მიდევენ და ისიც თქვაო რომ როგორ მოხდაო ამ მუსლიმანური ქვეყნების გარემოცვაში, ამ დიდ უზარმაზარ ოკეანეში ეს პატარა კუნძულია შემორჩენილი. ქრისტიანული რელიგია იყო ჩვენი ცხოვრების წესის გამომხატველი, ჩვენი მეურნეობის წესიდან გამომდინარე. აქ ფაქტიურად ბრძოლა იყო ცხოვრების იმ წესისათვის, რომელიც ქრისტიანობასთან იყო დაკავშირებული. მაშინ ჩვენ ხელი უნდა აგვეღო ყველაფერში. ამით კი ქართველობა წაიშლებოდა, ამით კი ჩვენი ყველაფერი წაიშლებოდა და ჩვენგან აღარაფერი აღარ დარჩებოდა. თბილისი 40-ჯერ დაანგრიეს მტრებმა. მათ შორის რამდენჯერმე თემურლენგ. და 40-ჯერ ქალაქის აღდგენა როგორ საქმეა? თემურლენგი სულიერ საგანდურსად აღწევს ქართველებს. მას თანმი აქვს საქართველოს სამეფო ბიბლიოთეკა. აი სწორედ ამიტომ არის, რომ ქართლის ცხოვრების ხელნაწერი მხოლოდ მე-15 საუკუნისაა ჩვენთან. ხოლო ვეფხისტყაოსანის ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი მე-17 საუკუნისაა. ციგნები თან მიქონდა თემურლენგს, თუმცა წერა-კითხვა მან არ იცოდა. მაგრამ აი უკვე მისი შვილიშვილი ულუგბეკი დიდი მეცნიერია. იგი ქმნის ასტრონომიულ ტრაქტატს. და პარადოქსია, მაგრამ 2 საუკუნის შემდეგ ქართველთა მეფე ვახტანგ მე-6 თარგმნის ამ ტრაქტატს რუსულად და სწორედ ამ თარგმანის საშუალებით გადის ის ევროპაში. მართლაც რომ არ აქვს საზღვარი დიდ კულტურასა და მეცნიერებას. მას ვერ ეღობება ვერც პოლიტიკა და ვერც ეროვნული შეზღუდულობა. ბირთვისი აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა. თემურლენგმა ბირთვისიც აიღო. 1400 წლის შემოსევის თანამედროვე გრიგოლ ავგაროზიძე ბანდაიძე ჩივის, რომ მას მოუკლეს 5 ძმა, 6 შვილი, 3 ვაჟი, 3 ქალი და მეუღლე. დაუწვეს მას 5 სახლი. და როგორც ჩანს ამ მდგომარეობაში მარტო ბანდაიძე არ იყო. ხოლო თემურლენგის ისტორიკოსი თავისი პატრონის სადიდებლად ამბობს, რომ თემურმა ინდოეთშიც კი არ დაანგრია იმდენი შენობა, რამდენიც საქართველოში დაანგრიაო. ბირთვისის ციხე თბილისიდან დაახლოებით 40 კილომეტრზეა, თეთრიწყაროს რაიონში. ბირთვისის ციხეს 30 ქართველი აზნაური იცავდა ოჯახით და სულ 150 მეომარი. თემურმა კი აქ 300,000-იანი ლაშქარი მოიყვანა. ქართველები დარწმუნებული იყვნენ, რომ ციხე აუღებელია და ამიტომ ხშირად გადმოდგებოდნენ ხოლმე კლდის ქიმზე, ყანწებით ხელში და ჩვენი ამბავი რო ვიცი, თემურს ალბათ არა მარტო სადღეგრძელოებს ეუბნებოდნენ. ყველა დაპყრობილი ქვეყნიდან თემურს შეკრებილი ყავდა სხვადასხვა საქმის საუკეთესო ცოდნენი და მათ შორის კლდეზე მცოცავებიც. ალყის 21 ღამეს მაშინ, როდესაც ქართველები არ ელოდნენ, მინვალი კლდიდან, რომელსაც ქართველები არც კი იცავდნენ, კლდეზე მცოცავებმა შეძლეს ციხეში აცუცება, თან აიყვანეს მეომრები, რომლებმაც შიგნიდან გახსნეს ჭიშკარი და ბირთვის ციხე დაეცა. დამცველები თემურმა სიკვდილით დასაჯა.
რაში ჭირდებოდა ისედაც დატყვევებულ ქვეყანაში კიდე 180 კაცის დატყვევება თემურს. მაგრამ ამბობენ, თემური ავადმყოფურად პატივმოყვარე იყო. სამაგიეროდ ეს 21 დღე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმის, რომ ქართველთა მეფე დასავლეთ საქართველოში გასულიყო, მერე დაზამთრდა, თემურმა ვეღარ შეაღწია იქ და იძულებული გახდა ზავი დაედო საქართველოსთან. თემურლენგის ამ მრავალი შემოსევის შედეგად საქართველოში მნიშვნელოვნად ამოწყდა ეს მწარმოებელი მოსახლეობა, თითქმის მთლიანად მოიშალა კულტურული მეურნეობა, გახშირდა აი ესეთი ტერმინები როგორც არის ნაქალაქარი, ნასოფლარი, ნაბინავარი, ნამოსახლარი, პარტახტი და ასე შემდეგ. მე სულ ერთი საკითხი მაგვირებს. ამდენი აუზაური ბრძოლა გაუთავებელი. აი რა ეკონომიკა უძლებდა ამას, როგორ ხერხდებოდა საერთოდ შენარჩუნება? როგორ ხერხდებოდა შენარჩუნება და აქ როგორც ჩანს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გეოგრაფიულ გარემოს. აყრილი, გაქცეული, დროისგან გაპარტახებული გლეხი, როგორც კი ბრუნდება თავის ნაფუძარზე თუ ნასახლარზე, აი თავისი ძალიან პრიმიტიული თოხითა და ბარით, ახლა ცოტა გადაჭარბებითაც შეიძლება ვთქვათ, ახერხებს მეურნეობის აღდგენას. და აი თვით მეურნეობრივი მიწის განაწილება, ვთქვათ, განსხვავებული იყო აღმოსავლეთით. არასაკვირველია, კარდინალურად განსხვავებული. ჩვენი სისტემა მიწის მფლობელობისა კერძო მესაკუთრულია. დასავლური, ამიტომ არის ჩვენი ფეოდალური დასავლური და ჩვენ ვამბობთ, რომ ფეოდალური ურთიერთობა ჩვენში დასავლური ფეოდალიზმის პრინციპით ვითარდება. აღმოსავლეთის ქვეყნებში იურიდიულად კერძო საკუთრება მიწაზე არ არსებობს. აი არაბთა სახალიფო არა, მთელი მიწა ხალიფასია და მიწის ნაკვეთები თქვათ ეძლევათ სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო სამსახურის პირობით, მაგრამ ამისთვის ის მუსლიმანი უნდა იყოს. აი ამიტომ იყო რომ ჩვენში ერთ-ერთი ფაქტორი რომ გარდა კულტურული უპირატესობისა და სხვისა რომ არაბების დროს, არაბთა მფლობელობის დროს ჩვენში ისლამი ვერ გავრცელდა, რომ ქართველი ფეოდალისათვის გამაჰმადიანება პირველ რიგში თავისი მიწაზე კერძო საკუთრების დაკარგვას ნიშნავდა. ნუ ახლა სხვა ფაქტორებსაც აქვს მნიშვნელობა. ჩვენი ისტორია ისე წაიმართა და წარიმართა და ჩვენი ცხოვრება ისე წავიდა, რომ ადამიანი რო იბადებოდა, იმან იცოდა რომ ის სამშობლოსთვის იბადებოდა. იცოდა იმან, ამით იზრდებოდა ის. და ამიტომ თავგანწირვა და თავშეწირვა ჩვეულებრივია იყო მეტნაკლებად. ვინც ხალი დარჩებოდა, მე ისევ თავის სახლში ბრუნდებოდა და თავის მეურნეობას აღდგენდა. იმ პრინციპის მიხედვით თუ იმიჟელებთ, ვინ რას მიაღწია, გამარჯვებული მაინც საქართველო გამოვიდა, რომელმაც შეინარჩუნა თავის ქრისტიანობა, თავისი რელიგია, თავისი ქართველობა, მაგრამ ეს იყო უკვე დაკნინებული, განადგურებული, დაანგრეული და მიწასთან გასწორებული საქართველო, მაგრამ მაინც ქართული და მაინც ქრისტიანული. ქართველი კაცი თავისი ბუნებით ვასკესად ვერ გაიქცევა. ამის მაგალითიც არის, რომ აი ქართველი კაცი სადაც მიდის ვას არ გავს. აი თუ დღესაც ნახოთ ქალაქში გაივლით და ჩვენ სახლებზე აყოლილია ვაზი. ეს ადამიანი ქართველი კაცი ამას ლამაზად აკეთებს, რომ ხალხი თვითონაც ვერ ზნობს, ის არის მის მასთან ორგანულად და სიცოცხლეულად დაკავშირებული. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი თამას კანდალაკი. საქართველოს აქვს თავისი 500 საკუთარი ვაზის ჯიში, რომელიც ჩვენი ერის დიდ სანგაზურს წარმოადგენს. როგორც აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი აღნიშნავდა, ჩვენი ეს უნიკალური ჯიშები ყურნისა, როგორც არის კაციტელი, საფერავი, სვანე, ალექსანდროული, ხიხვი და სხვა მრავალი, ისეთივე მატერიალური კულტურის ძეგლებია ჩვენი ერისათვის, როგორც ფერისხოველი. ერთხელ ბატონმა ნიკომ ხუმრობითა თქვა, შვილო, საქართველო სწორედ ღვინომ გადაარჩინაო და უბრალოდ ნამდვილ ღვინოს კი არ გულისხმობდა, როგორც ასეთ, არამედ სწორედ იმას, რაც ღვინის უკან დგას. აი სოფლიოში თეთრი ღვინის დაყენების მხოლოდ სამი ტექნოლოგია არსებობს. ეს ერთი ტექნოლოგია, ჩვეულებრივი ევროპული ტექნოლოგია, რომელთან მზადდება სოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანაში თეთრი ღვინოები, ჩვენში კი თქვათ აი წინანდალი, გურჯანი, მანავი ამ ტიპის ღვინოები და ორი ქართული ტექნოლოგია, ესე კახური წესით ღვინის დაყენება და იმერული წესით ღვინის დაყენება. სამი აქედან ორი ქართული. ორი ქართული ტექნოლოგია ღვინის დაყენებისა. 1440 წელი იყო აღდგომა დღე. აი სწორედ ამ დღეს თურქმანი ტომები შემოესიენ ქალაქ სამშვილდეს. ისინი თავის თავს ეძახდნენ შალბატკნიანებს.
და შავბატონელებს იმიტომ რომ მათ დროშაზე შავი ბატონი იყო გამოსახული. ისე სიმართლე რო ვთქვათ, ამ შავი ბატონის მეტი მათ ნაკლებად აინტერესებდა სხვა საკითხები, იმიტომ რომ ყველაფერი დაანგრიეს სამშვილდეში. ტაძრები, შენობები, არც აბრეშუმი აინტერესებდა, აქ ბევრი იყო ძალიან თუთის ხეები, აჩეხეს ეს ხეები, ვენახები აჩეხეს. და აი სადღაც აქ 1664 მოკვეთილი თავისაგან ააგეს მინარეთი. როდესაც ამ საყოველთაო ნგრევა გაუბედურებაზე ვლაპარაკობთ, არცი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აი გადამთიელი მომთაბარეების შემოსევებისა თუ ბატონობის ამ შავბნელ ხანაში მაინც არ ჩამკვდარა დიდი კულტურული და ისეთ შემოქმედებითი საქმიანობა ქვეყანაში. სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია ამ საერო არქიტექტურის ძეგლებს, მაგრამ აი როგორც ირკვევა, ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში ძალიან ინტენსიურად შენდებოდა ეს ეკლესია, მონასტრები, ხდებოდა კედლების მოხატვა თუ მხატვრობის განახლება. აი რა ზოგიერთი მათგანი რომ გავიხსენოთ, ეს აბელის ეკლესია, გუდარეხი, თბილისის მეტეხი, ნაბახტევი, უბისა, წალენჯიხის და ხობის ტაძრები, სორის ეკლესია რაჭაში, ზარზმა, საფარა, აი ყველაფერი ეს მოწმობს, რომ აი ქართველი კაცი მაინც ამ კულტურულ საქმიანობას ყოველგვარ პირობებშიც მისდევდა. ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ ამ მომთაბარეთა წინააღმდეგ ბრძოლის რამდენიმე საუკუნის შედეგები, უნდა ითქვას, რომ ქართველმა ხალხმა აი დიდი ბრძოლის, დიდი გაძლების უნარი გამოიჩინა და შეინარჩუნა არსებობა. შეინარჩუნა ეს უდიდესი ტრადიციების მქონე სახელმწიფოებრიობა. დიახ, მაგრამ ეს ძალიან ძვირფასად დაუჯდა. აი ამ შემოსევების შედეგად სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვარი მოერყვა საქართველოს. აი აქ თანამორწმუნე ქრისტიანული სახელმწიფოების სომხეთისა და ალბანეთის ნაცვლად, დიახ, აი მომთაბარეებმა მოიკიდეს ფეხი და აი მომავალი მომთაბარეთა ახალი ტალღების წინაშე თუ აი ეს მუსლიმანური საღვთო ომის ლოზუნგით განხორციელებული ლაშქრობების წინაშე საქართველო უკვე მარტო აღმოჩნდა. ეს საკმაოდ დიდი პოლიტიკური მარცხი იყო. 1453 წელს საქართველოს უკანასკნელი მოკავშირე დაკარგა. თურქებმა კონსტანტინოპოლი აიღეს. უბრალო მეომრის ტანსაცმელში ჩაცმული იმპერატორი ბრძოლის ველზე დაცემულთაგან მხოლოდ წითელი წუღებით გამოარჩიეს. პუშკინის სიტყვებით რუსეთს უდიდესი მისია დაეკისრა. მისმა თვალუწვდენელმა
ბრამალებმა შთანთქეს მონღოლთა შემოსევაზე ევროპის კიდეზე. და ამაში საქართველოსაც მიუძღვის მცირე წვლილი.